დღევანდელ უწყებათაშორის კომისიის ხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კონკრეტული ფაქტები და რომლებიც როგორც თვითონ ამბობენ არის წინასაარჩევნო დარღვევა, კერძოდ საუბარი არის მასობრივ დაბარებებზე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ რომ ეს დაბარება დაკითხვაზე ხდება არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად იმ რაიონებში მათი კანდიდატებისა და აქტივისტებისა, რომლებშიც ისინი იღებენ მონაწილეობას შუალედური არჩევნებისათვის, რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს პროცესი არ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა გარკვეული რეკომენდაცია, კერძოდ იუსტიციის სამინისტრო გამოთქვას მზადყოფნას, რომ უახლოესი 28 დღის განმავლობაში, ვიდრე მიმდინარეობს მზადება წინასაარჩევნოდ, არ მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე პარტიების კანდიდატთან აქტივისტების დაბარება დაკითხვაზე. დღესვე ასევე ვრცელდება უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განსხვავებული პოზიციაც, სადაც ის ითხოვს, რომ მოხდეს თავის შეკავება არა მხოლოდ კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში ჩართული აქტივისტებისა, არამედ მხარდამჭერებისა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პოზიციაში არ არის გათვალისწინებული იმ წერილის მიხედვით, რომელიც დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი და სწორედ მოთხოვნა არის, რომ ეს გავრცელდეს მხარდამჭერებზეც. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო დროს ოპოზიციის აქტივისტთა, განსაკუთრებით ეს შეეხება შუალედურ არჩევნებს სამ რეგიონს, მასიური დაბარების გამო საგამოძიებო ორგანოებში და როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, ეს განსაკუთრებით მტკივნეული პრობლემაა ნაძალადევის რაიონში, სადაც პრაქტიკულად მთელი საარჩევნო შტაბი ფინანსთა სამინისტროში იმყოფება ამჟამადაც დაკითხვებზე. გადავადება საგამოძიებო პროცესების არ უნდა შეეხოს მხოლოდ კანდიდატებს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებს, რომელიც არაერთხელ იქნენ დაბარებული საგამოძიებო ორგანოებში ძველ საქმეებთან დაკავშირებით, არამედ საარჩევნო პროცესში ამა თუ იმ ფორმით მონაწილე მხარდამჭერებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა მზად არის უზრუნველყოს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, რათა თავი იქნეს შეკავებული იმ კანდიდატთა დაბარებისაგან საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით იმ ოლქებში, საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც ისინი იყრიან კენჭს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კი საპროცესო ვადები მოითხოვს საწინააღმდეგოს ან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მთავარი პროკურატურა არის მზად, რომ ეს წესი გაავრცელოს ასევე საარჩევნო აქტივის წევრებზე. ნაძალადების საარჩევნო შტაბი რამდენიმე დღე არის სრულად პარალიზებული. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, მოადგილეები, ზონის და უბნის კოორდინატორები მთელ დღეებს ატარებენ ფინანსურ პოლიციაში, დაკითხვებზე და დაკითხვების რიგში. ხშირ შემთხვევაში დაკითხვები იწყება ძალიან გვიან ღამე, მთელი დღის დალოდების შემდეგ გვიან ღამე იწყება დაკითხვები და შუა ღამეს მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეგრეთ წოდებულ საქმეში იყვნენ ყველა რაიონიდან თანაბრად ადამიანები ჩართული, დაკითხვაზე არც ერთ სხვა რაიონიდან ადამიანების დაბარება არ ხდება, მხოლოდ ნაძალადევის წარმომადგენლებს იბარებენ. ეს არის ხალხი, რომელიც დაბარებულები არიან საფინანსო პოლიციაში დაკითხვაზე, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და ეს არანაირად არ უკავშირდება საარჩევნო პერიოდს. ისინი ამ დაბარებებს რა საქმეებზეც არიან ისინი დაბარებული, არ უკავშირებენ კონკრეტულად საარჩევნო დავებს, თქვა წარმოშობილ საარჩევნო წარმოშობილ რაღაცა დავებს, ეს არის ძველი საქმეები, თუმცა ამბობენ, რომ განსაკუთრებულად იმ ხალხს იბარებენ საგამოძიებო უწყებებში და კერძოდ ფინანსურ პოლიციაში, რომლებიც თქვაუშვათ ნაძალადევის რაიონში აქტიურობენ ამა თუ იმ ფორმით ნაციონალების საარჩევნო შტაბში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მიწოდებულ ფაქტებს შეისწავლიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიაში მუშაობენ. ისინი ამბობენ, რომ მთავრობის ინტერესებშია ის, რომ ეს შუალედური არჩევნები ჩატარდეს მშვიდი და გამჭვირვალე გარემოში. წარმოჩენილი ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იყო ასე ვთქვათ საკითხები, რომელიც ეხებოდა პედაგოგთა თემას, მათ დასაქმებას ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში, იყო ასევე რამოდენიმე ისეთი საკითხი, რომელიც ადრე იყო თქვა დაფიქსირებული და უკვე რეაგირება თუ რა ტიპის რეაგირება განხორციელდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღნიშნული ფორმატი ძალიან მისასალმებელია. თუ კი ეს ყველაფერი დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ
გავისწავლონ ეს საკითხები, ჩვენის მხრიდან შევისწავლით ყველა ამ საკითხს, გავესაუბრებით თვითონ ამ ადამიანებს და ამის შემდეგ თქვენ შემოგთავაზებთ ჩვენს პოზიციას. უთხრებათა შორისი კომისიის ხდომა მიმდინარეობდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და ამ დროისათვის უკვე დასრულებულია. შემდეგ ხდომაზე გააგრძელებენ მუშაობას და მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორი არის წინასაარჩევნო გარემო და არის თუ არა დარღვევები მოახლოებული შუალედური არჩევნებისათვის.